Აკადაღებულია 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები. გამოძიება 7-ვე მათგანს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას ედავება. გამოძიება იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ჯერ კიდევ თვეების წინ აღიძრა. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ 2024 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს მესამე სექტორიდანაც აფინანსებდნენ და ძალადობაში ჩართულ პირებს შესაბამისი აღჭურვილობებით ამარაგებდნენ. მათ შორის საუბარია პიროტექნიკაზე, ხელკეტებზე, ჩაფხუტებზე, სახის დასაფარ ნიღბებსა და წიწაკის ხსნარზე. ევროინტეგრაციის პროცესის და ვიზა ლიბერალიზაციის საბოტაჟი და სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული განადგურება. ასეთია შეფასებები მესამე სექტორიდან. სასამართლოს განჩინებას და ფინანსური ანგარიშების დაყადაღებას მძიმე რეაქციები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდანაც. ვინ აფინანსებდა 2024 წლის ანტისამთავრობო აქციებზე წინა ხაზზე მდგომი მონაწილეების ეკიპირებას და იყო თუ არა ის გამიზნული საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებისა და ქვეყანაში არეულობის მოწყობისთვის. ან იყო თუ არა ხმაურიანი აქციები რომელიმე სოციალურ-პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან წახალისების შედეგი. ამ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად პროკურატურა უკვე 8 თვეა გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს. საგამოძიებო უწყების მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ 5-მდე საქველმოქმედო ფონდის შემდეგ ახლა უკვე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებიც კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების დაფინანსების ბრალდებით დააყადაღა. ყველა მათგანს პროკურატურა ედავება დაუმორჩილებლობისკენ გაკეთებული განცხადებების გაკეთებას და აქტივისტების ისეთი საშუალებებით მომარაგებას, რასაც ისინი პოლიციის წინააღმდეგ მოქმედებისას გამოიყენებდნენ. მათ შორის ნახსენებია ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები. ზიანზე საუბრისას კი ნათქვამია, რომ დაშავდა ათეულობით სამართალდამცველი. ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას და პოლიციის მანქანას. ასევე გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე არსებული სახელმწიფო ქონება. პროკურატურის ინფორმაციით, მომდევნო პერიოდში იგივე ორგანიზაციები ანაზღაურებდნენ სამართალდამრღვევი პირების ჯარიმებს ან ბრალდებულების დაცვის ხარჯებს და ეხმარებოდნენ მათი ოჯახის წევრებსაც. გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავ და წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მსვლელების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარის სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის სპეციალური აიწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები. იყო თუ არა მართლაც სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა დასახელებული ორგანიზაციების მიზანი და იხარჯებოდა თუ არა დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ფინანსების ძირითადი ნაწილი არამიზნობრივად. დღეს მათ ერთობლივი sapasukho განცხადება გააკეთეს. ისინი პროკურატურას ცილის წამებაში ადანაშაულებენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ამბობენ, რომ აქტივისტებისთვის აღჭურვილობა არ შეუძენიათ და ანგარიშების დაყადაღება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამად ადამიანებს, სინდისის პატიმრებს და დაჯარიმებულ მოქალაქეებს. რეალურად უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებდნენ ამ აქციებს, მათთვის გვაქვს შეძენილი როგორც პირბადეები, ასევე შლემები იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ გაეშუქებინათ აქციები. გარიშზე ჩვენ ქონდა მიმდინარე 2 ევროპული გრანტი, კავშირიდან მიღებული და ასევე ადრე მიღებული გრანტი ღია საზოგადოების ფონდებიდან. ჯარიმები ჩვენ არ დაგვიფარავს. ჩვენ პროტესტთან კავშირში ვიცავდით ნაწამები ძალადობა გამოვლილი ადამიანების ინტერესებს და როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ ჩვენი მუშაობა. ეს რაღაც ფორსირებულ რეჟიმში მოხდა სპეციალურად რაღაცისთვის და ალბათ ეს არის მცდელობა, რომ პირდაპირ მცდელობა, რომ უბრალოდ სხვა არჩევანი არ დაუტოვონ ევროკავშირს, გარდა იმისა, რომ შეწყვიტონ უვიზო რეჟიმი საქართველოსთან.
საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, რომელთა შორისაა საბოტაჟიც, ხელისუფლების ოპონენტები აბსურდულს უწოდებენ და უვიზო მიმოსვლის საკითხის შესაძლო გადახედვის ფონზე მმართველ პარტიას ურჩევენ ნაცვლად ამ გადაწყვეტილებისა ევროკავშირის მხრიდან წარდგენილი პირობები შეასრულოს. პირობებს შორის კი აქცენტს გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონმდებლობაზე აკეთებენ. ეს სწორედ ის კანონია, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს და რაც მისი დაინიცირების დღიდან ადრესატთა მხრიდან რეპრესიულ კანონმდებლობად შეირაცხა. იგივე განცხადებები კეთდებოდა ზოგიერთი საერთაშორისო აქტორის მხრიდან და ის ახლაც გრძელდება. მაშინაც კი, როდესაც კანონის პირველადი ვერსია გაუქმებულია და მის ნაცვლად ამერიკაში მოქმედი ფარას ანალოგია ძალაში შესული. ჩვენ ძლიერი საქართველოს ლელოს პოლიტიკური გუნდი გმობთ ამ ფაქტს, მესამე სექტორის მიმართ დევნას აღვიქვავთ როგორც საქართველოში დემოკრატიის დასამარების მცდელობას. არ გვიკვირს, რომ არასამთავრობოებს დღეს ყადაღადებთ, შეიძლება მალე მედიებსაც დაედოთ ყადაღა და ქართული ოცნების მიზანი, თვითმიზანი არის ეს. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს, რომლის მთავარი დანიშნულება რუსეთის ფედერაციის ინტერესების საქართველოში გატარება. ქართული ოცნება ბოლო რამდენიმე წელია არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინირებულ მოქმედებებზე საუბრობს. ამის ნათელ მაგალითებად კი გუნდში სწორედ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დაძაბული აქციები მოჰყავთ. სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ მესამე სექტორი, რომელიც საკუთარ სახსრებს აპოლიტიკური მიზნებით უნდა ხარჯავდეს საზღვარგარეთიდან მიღებულ დაფინანსებას დონორი ქვეყნების დავალებით, ოპოზიციური ინტერესებისთვის ხარჯავდა. მიზნად არსებული ხელისუფლების ეგრეთ წოდებული მარიონეტი მთავრობით ჩანაცვლებას ასახელებენ, რასაც ქართული ოცნების მტკიცებით სახელმწიფო ინტერესების დაზიანება უნდა გამოეწვია, მათ შორის უკრაინის ომის პარალელურად მეორე ფრონტის გახსნა. ყოველთვის ვამბობდით, რომ ესენი არ იყვნენ არავითარი არასამთავრობო ორგანიზაცია და რაღაც სამოქალაქო სექტორზე ორიენტირებული ორგანიზაციები. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი შეფესები და არიან. ყოველ წელს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩვენ ქვეყანაში მოხდარიყო არეულობა და ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლება დამხობილიყო ძალადობრივად. სცენარი სხვა რამეს ითვალისწინებდა პოლიციაზე შეტევას, ფიზიკურ დაპირისპირებას, პოლიციის გამოწვევას და ამ ვითარებაში ისეთი შედეგის მიღებას, რომელზეც არც გვიმალავდნენ თავის მოსაზრებას, რომ უნდა მისულიყო სისხლის ღრამდე და შედეგი უნდა ყოფილიყო ვინმეს დაღუპვა. როდესაც ჩვენ პირველად დავაინიცირეთ გამჭვირვალობის ქართული უმარტივესი კანონი, თქვენ კარგად გახსოვთ, რომ მაშინაც ერთ-ერთი არგუმენტი ამ დიდარი NGO-ების მხრიდან, ვინც ისტერიკა ატეხა იმ დროს, იყო ის, რომ ჩვენი განადგურება სურთ და ასე შემდეგ. ხო, გავიდა რამდენი წელი ამ კანონის მიღების შემდეგ და აბსოლუტურად არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ერთადერთი მათთვის, რაც არის რეალური თავის ტკივილი, არის ის, რომ ის შავი ფული, რომელიც ტრიალებდა მათ ხელში და რომელიც იყო აბსოლუტურად უკონტროლო, ამ შემთხვევაში ეს შავი ფული ხდება კონტროლირებადი. საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება.